ეხლა სირიაზე გადავიდეთ. თითქმის 1 წლის შემდეგ, რაც სასიკვდილო სექტანტურმა ძალადობამ დრუზების უმრავლესობის მქონე პროვინციაში ქვეყანა შეძრა, გაეროს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გააფრთხილა, რომ სამხრეთ სირიაში განხეთქილებების აღმოფხვრისა და სტაბილიზაციის მცდელობები შეჩერებულია. გაეროს გამოძიება მარტში დაადგინა, რომ გასული წლის ივლისში 1700-ზე მეტი დრუზი და ბედუინი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობამ, სირიის სამთავრობო ძალებმა, ტომის მებრძოლებმა და დრუზების შეიარაღებულმა ჯგუფებმა შესაძლოა ომის დანაშაულები ჩაიდინეს. გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე სირიაში აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო მოქმედებები სამხრეთ სირიაში გრძელდება, რაც არღოს 1974 წლის ძალთა განთიშვის შეთანხმებას და წარმოადგენს დამატებით დაბრკოლებას. მოусმინეთ. არანაირი პროგრესი არ დაფიქსირებულა. 2025 წლის სექტემბრის ნდობის აღდგენისა და რეინტეგრაციის გზის რუკის განხორციელებაში სუეიდაში. ძირითადი პრობლემები, რომლებმაც 2025 წლის ივლისის ძალადობას შეუწყო ხელი, კვლავ მოუგვარებელია, მათ შორის ანგარიშვალდებულების ზომებიც. დამასკოსა და სუეიდას შიგნით მოქმედ პირებს შორის უნდობლობა კვლავ ნარჩუნდება, ისევე როგორც საზოგადოებრივ დონეზე ძლიერი უნდობლობის განცდა. სუეიდაში გამოხატული მოწოდებები გამოყოფის შესახებ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ისრაელის სამხედრო აქტივობა სამხრეთ სირიაში გრძელდება, მათ შორის 1964 წლის ძალების დაშორიშორების შეთორღვების დარღვევის დახმების დარღვევითაც. ისრაელის ძალები ინარჩუნებენ ყოფნას გამყოფ ზონაში და თითქმის ყოველდღიურად ახორციელებენ შეჯრებს სამხრეთ სირიის ნაწილში, აყენებენ დროებით საგუშაგოებს და ატარებენ სამოქალაქო პირების ჩხრეკასა და დაკავებებს. სირიის მთავრობა იჩენს თავშეკავებას და ამავდროულად აჩვენებს მზადყოფნას უსაფრთხოების შეთანხმებაზე ისრაელთან, თუმცა დღემდე ხელშესახები პროგრესი არ მიღწეულა. გაერო სირიაში აძლიერებს ძალისხმევას და ზალხმევას დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ისრაელის სამხედრო აქტივობის გაგრძელების ფონზე. ჩვენ კიდევ ერთხელ მკაცრად მოუწოდებთ ისრაელს დაიცვას 1964 წლის შეთანხმება, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებულები და პატივისცეს სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეხლა გადავდივართ ვაშინგტონში, სადაც ჩვენთან ერთად არის ჰაიდი ლავაისი, ჯასურ ნიუზის მთავარი რედაქტორი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მადლობა. მაშ, გაერო მართალია? არ ვფიქრობ ასე, რადგან ვიცით, რომ ნდობა არ არსებობს ამ ორ ან სამ მხარეს შორის, სირიის მთავრობას, ისრაელს და ასევე სუაიდას დრუზებს შორის. სუაიდას დრუზებისთვის ისინი ფიქრობენ, რომ მათი მოთხოვნები ჯერ კიდევ არ დაკმაყოფილებულა სირიის მთავრობის მიერ. სუაიდაში დრუზების წინააღმდეგ საშინელი მასაკრები მოხდა და დღემდე ჩვენ ბევრ საუბარს ვისმენთ ანგარიშვალდებულებაზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვხედავთ რეალურ ანგარიშვალდებულებას სირიაში. ზოგიერთი ადამიანი, ვინც სუაიდაში მასაკრების ჩადენისას საკუთარი თავი გადაიღო, ჩვენ ჯერ კიდევ ხედავთ, რომ ისინი თავისუფლად დადიან სირიაში. და მათ ამისთვის არანაირი შედეგი არ ჰქონიათ. ჩვენ ვხედავთ დრუზების საზოგადოებას სუაიდას გარდა სხვა რეგიონებშიც კი ისინი დისკრიმინაციასა და დიდ უსამართლობას განიცდიან. ადამიანებისგან, რომლებიც შესაძლოა უშუალოდ არ არიან დაკავშირებულნი სირიის მთავრობასთან, მაგრამ არიან მთავრობის წრეებიდან. ამიტომ დრუზებს ჯერ არ შეუძლიათ ენდონ სირიის ნაწილად ყოფნას და დამასკოს მმართველობის ქვეშ ყოფნას. და ჩვენ ვიცით, რომ ისრაელი შეშფოთებულია, მათ არ სურთ კიდევ ერთი 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმა სირიის მხრიდან. აი ამიტომ ვხედავთ არსებული სტატუს-კვოს გაგრძელებას. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება ისრაელი იყოს დაბრკოლება სტაბილურობისთვის სამხრეთ სირიაში? დაბრკოლება ის არის, რომ დრუზები სირიის მთავრობის კონტროლის ქვეშ არიან, როგორც სირიის მთავრობა სურს. შესაძლოა დაჩაგრულები არიან, შესაძლოა თავისუფლებებით ვერ სარგებლობენ, არა. ახალ სირიაში ვერ ცხოვრობენ ისე როგორც სურთ. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ დარღვევებს, მაგალითად, ეხლა საიდ სიდნაიას ქალაქში, სადაც უმრავლესობა ქრისტიანია, ქრისტიან ახალგაზრდებს აკავებენ და ავიწროებენ იმ ბრალდებით, რომ ისინი ყოფილ რეჟიმთან იყვნენ დაკავშირებულნი. ასე რომ თუ სუაიდა კვლავ დამასკოს მმართველობის ქვეშ აღმოჩნდება, შესაძლოა მსგავსი რამ დრუზებსაც დაემართოთ. დრუზებისთვის ისინი ამ ისრაელის კონტროლს და ისრაელთან კავშირსა და ურთიერთობებს განიხილავენ, როგორც საშუალებას, რომ გარკვეული თავისუფლება და უსაფრთხოება მიიღონ.
და იცით რას ფიქრობთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან სირიისთვის ზეწოლაზე, რომ ლიბანში ბეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს, მაშინ როცა სირიის პრეზიდენტმა სამხედრო ჩარევა გამორიცხა. შეიძლება თუ არა, რომ აშშ-ის ზეწოლამ დამასკო აიძულოს ეს გადაწყვეტილება გადახედოს. მე ვფიქრობ, ვინც რეგიონს კარგად იცნობს და რა თქმა უნდა პრეზიდენტი ტრამპი მათ შორის არ არის, ძალიან კარგად ესმის ეს კარგი გამოსავალი არ არის. არც სირიელებისთვის, არც ლიბანელებისთვის, განსაკუთრებით ლიბანელი ქრისტიანებისა და დრუზებისთვის, ასევე რა თქმა უნდა შიიტებისთვის და არც ისრაელისთვის. ასე რომ არავინ არის კმაყოფილი პრეზიდენტ ტრამპის ამ იდეით. ეს რაღაცით გავს იდეას, თითქოს მოდი კანადა შევიერთოთ და კანადა კიდევ ერთი ამერიკული შტატი გახდეს. ასე რომ ფიქრობ ეს საერთოდ არ არის რეალისტური. სირიას ჯერ კიდევ არ ყავს ორგანიზებული არმია. არსებობს მილიციების კოალიცია, ისლამისტური მილიციები, რომლებიც ადრე სირიის ოპოზიციის ნაწილი იყვნენ და ეხლა ისინი ასე თუ ისე ერთად მოქმედებენ. და თუ ამ ისლამისტურ მილიციებს ლიბანში გაგზავნით, რომელიც სოციალური, პოლიტიკური და სხვა მრავალი თვალსაზრისით სრულიად განსხვავებულია. ეს გამოიწვევს დიდ ქაოსს და დიდ ჩაგვრას და ძალიან ცუდ და სავალალო მდგომარეობას სირიელებისთვის. და ჩვენ მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტი ვანსის საუბარი მის ინტერესზე, რომ ლიბანის ქრისტიანები უსაფრთხოდ იყვნენ. და ვფიქრობ ეს არ არის კარგი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სირიის ქრისტიანები უსაფრთხოდ იყვნენ. და რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით და ყველა მიცის, რომ ისრაელი არ იგრძნობს თავს კომფორტულად თუ ნახავს აჰმად ალ-შარას. ძალები და შესაძლებლობები ვრცელდება ლიბანზე, რადგან სირია და ლიბანი ნიშნავს მეტ რესურსს, მეტ შესაძლებლობას, მეტ უნარს სირიის ახალი რეჟიმისთვის. და ეს საერთოდ არ არის ისრაელის ინტერესებში. და ეს არც სირიელებისთვის არის კარგი, რომლებიც უკვე წლები ამ მძიმე ომსა და ეკონომიკურ კრიზისს ებრძვიან, ასე რომ ეს არანაირად არ არის კარგი იდეა. კარგი, დიდი მადლობა ამ განმარტებისთვის. ხაიდე ლავაისი, ჯასურ ნიუზის მთავარი რედაქტორი. გმადლობთ.